გამარჯობათ. დღეს მინდა გესაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, რასაც ქვია ვალის თემა. ფრთხილად ვალია. შეხედეთ, როგორი მომენტი არის იცით? ზოგადად ვალი, როდესაც ადამიანს აქვს ვინმეს მიმართ ფინანსური კუთხით, ხო? თუ რაიმე სახით დავალებული, მაგრამ ძირითადად უფრო მეტად ფინანსური კუთხით განვიხილოთ დღევანდელი სიტუაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გარკვეული კუთხით უზიარებ შენ ფინანსურ ენერგიას სხვას. ან ის ავტომატურად შენ ხო გააჩნია ვინმისი მევალი არის. ზოგადად ეს არის ენერგეტიკული ჭუჭყი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდი არის ადამიანისთვის, იმისთვის, ვინც ვალს იღებს და იმისთვისაც, ვისი ვალიც აქვთ. მე აქ კონკრეტულად არ გულისხმობ ბანკის ვალის სიტუაციას, ხო, ბანკი ეს ზოგადად სახელმწიფოებრივი თემა არის, ან თუნდაც კერძო თემა და უშუალო პირდაპირ კავშირი არ გიწევს ადამიანთან. ეს არის რაღაცა ერთი კონკრეტული ორგანიზაციის მიმართ, მე გულისხმობ, როდესაც პირადად გაქვს ადამიანს ხელიდან ხელში აღებული ვალი, ხო? პირადი კომუნიკაციების და ურთიერთობის ფონზე. როდესაც ადამიანებს აქვთ ვალის სიტუაცია და დავალებული რაღაც, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მუდმივად აქვთ მინუსის მდგომარეობა. შესაბამისად, თქვენ როდესაც გასცემთ თქვენ ფინანსურ ენერგიას, ვინმეს ეხმარებით ფინანსურად ვალი თქვენგან აიღო, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ფინანსებს უზიარებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული კუთხით შეიძლება შემდეგში იყოს პრობლემების შექმნილი თქვენ ფინანსურ რესურსთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად მომართავენ ხოლმე და მწერენ, იცით, ძალიან უბარაქობა მაქვს, რა გავაკეთო, რაში არის პრობლემა, რატო ხელი არ მემართება, აი სულ მუშაობ და სულ ყველაფერს ვაკეთებ, ვეხმარები ხალხს, მაგრამ ფინანსები არ მიჩერდება. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანმა არ იცის სწორად როგორ ასე ვთქვათ, ჰქონდეს კომუნიკაცია ფინანსურ ენერგიასთან და ფინანსების სიტუაციასთან. ძირითად შემთხვევაში დაახლოებით 90-95% მაინც არის ხოლმე იმის მაჩვენებელი, რომ ადამიანი სწორად არ ექცევა ფინანსურ ენერგიას. ან არასწორ ადამიანებთან მიმართებაში ხარჯავს ისინი, ვის არ იმსახურებენ, ან ზედმეტად ბევრი გადის და საკუთარი თავისთვის ვერ იმეტებ ძუნწობის თემაში ხარ, ხო? სხვა და საკუთარი თავი გავიწყდება. ეს კიდევ ცალკე თემა არის, მე მოდით დღეს კონკრეტულად ვალის სიტუაციაზე ვისაუბროთ. რა ხდება, როდესაც თქვენი ვალი აქვთ სხვა ადამიანს? კონკრეტულად თუ თქვენი ვალი აიღო სხვა, შესაძლებელია თქვენი ფინანსური რესურსი მთლიანად გადაჩოს თავისკენ და თუ კი რაიმე სახის პრობლემები ჰქონდა აქამდე მას, ავტომატურად გადმოვიდეს თქვენზე. პრობლემები ჯანმრთელობის კუთხით, პრობლემები ურთიერთობების კუთხით და ასე შემდეგ. გააჩნია, რომლის ენერგეტიკა უფრო მეტად ძლიერია და რომელი აჯობებს. შესაბამისად, მაქსიმალურად მოერიდეთ ფულის გასესხებას, ან ვინმესთან ვალის პოზიციაში ყოფნას, ან თქვენ რო გასცეთ ფული, ხო? ეხლა მით უმეტეს წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი არის გარკვეული სახის ძალის მატარებელი. პრაქტიკოსი იქნება, გააზრებულ მდგომარეობაში, რომ ძალა აქვს, მე გულისხმობ მაგიური თვალსაზრისით არ აქვს, ასეთი მნიშვნელობა არ აქვს. მსგავს შემთხვევაში ორმაგი შეიძლება ითქვას პრობლემის წინაშე დგება ის ადამიანი, ვისგანაც რაიმე სესხულობს. მაგალითად, ადამიანი არის ძალის ადამიანი, ადამიანთან მიდიხარ ესესხები ფულს და არის ძალის ადამიანი, მაგრამ მას შეიძლება გააზრებული არ ჰქონდეს, არ იცოდეს ბოლომდე რომ აქვს გარკვეული სახის მაგიური პოტენციალი და შესაბამისად, როდესაც შენ ამ ადამიანს ესესხები ფულს და შესაბამისად, მერე დროში გაუწელავ არა სინდისიერად მოიქცევი, შესაბამისად, ავტომატურად უკვე მისი გარკვეული სახის ენერგია ხდება უფრო გასაგებიანით, აი ძალიან მარტივენით გელაპარაკებთ, ავტომატური დაცვის თემა ხდება, ხო? ავტომატურად შეიძლება გააქტიურდეს ისეთი თემები, რომ შეგექმნათ პრობლემები ჯანმრთელობის კუთხით, შეგექმნათ პრობლემები პირადის კუთხით, შეგექმნათ პრობლემები პირდაპირ ფინანსურ საკითხებში. ყველა სფერო ირევა თქვენთვის. მით უმეტეს, როდესაც ადამიანი არის გააზრებულ მდგომარეობაში უკვე და არის პრაქტიკოსი და გარკვეული სახის პრაქტიკებს აკეთებს და თქვენ მისგან პირობითად ფულს ესხულობთ ან რაიმე სახის ვალს იღებთ, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად თქვენ ხელს აწერთ იმაზე, რომ აი, მოდი მე რაღაცა საქმეში პრობლემა შემექმნას. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ გქონიათ, რომ ისიც ხო ჩვეულებრივი ადამიანი არის, არაფერი არ იქნება, ყველა ადამიანის წინაშე პრაქტიკოსი იქნება თუ არა პრაქტიკოსი, ფულის ენერგია ისეთი არის, რომ ბალანსირებას მოითხოვს. უბრალოდ კიდევ ერთხელ განმეორდები, როდესაც პრაქტიკოსისგან ხდება დავალების თემა ფინანსური კუთხით, ავტომატურად ჩათვალეთ, რომ ხელს აწერთ პრობლემების თემას. იქამდე არ დაგილაგდებათ სიტუაცია,
და პრობლემები, სანამ კონკრეტული განაშთვა არ მოხდება იმ კონკრეტული რაღაც ფინანსური ვალდებულებებისა. პრობლემები ჯანმრთელობის კუთხით. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი უფრო მეტად არ ჰყავს ხოლმე ძლოვან სისტემას, მამოძრავებელ თემას, იმიტომ რომ ფინანსები ესეა თუ ისეა, მატერიალურ საკითხებში გადის და შესაბამისად, მიხვდით ხო, რატომღაც მამოძრავებელი თემას, რა კუთხითაც ადამიანს შეუძლია გამოიმუშაოს რესურსი, აქტიურობა განახორციელოს, ხო, ფიზიკური ჩართულობის კუთხით. ხშირად ეს არის ხოლმე ძლოვანი სისტემა, სისწარღვების თემა, ყველა სფეროში ირევა. გააჩნია რა დოზით არის ეს უკვე გაწელილ პოზიციაში და რა დოზით აქ მიქარული ესე ვიტყოდი. ასე რომ, იყავით ფრთხილად, ვის ესესხებით ფულს, ვისგან მოითხოვთ დახმარების მომენტს, ვისგან მიიღებთ დახმარების მომენტს, ყოველივე თითოეულ ქმედებას თქვენსაც გააზრებულსაც და გაუაზრებელსაც, ან თუნდაც ზედმეტად კეთილშობილურ გამოვლინებას და ყველაზე ხელგაწვდომის მდგომარეობას და კეთილი ფერიის მდგომარეობას შესაძლებელი არის სავალალო შედეგები მოყვეს. იქნებით მიამიტები, იქნებით საკუთარი თავის გამანადგურებელ პოზიციაში გადამყვანი ადამიანები და გახსოვდეთ, რომ თითოეულ თქვენ ქმედებაზე მოგეთხოვებათ პასუხი. კონკრეტული ენერგიის მიმართ, ვინც პრაქტიკებში არის, ან არაკონკრეტული ენერგიების მიმართ, ამ შემთხვევაში უკვე სხვა ენერგიები ერთვება. ვინ ვის უკან დგას, ესე ვიტყოდი მფარველები, ხო? გესურვებთ წარმატებას, მედგონიერებას, მეტ გააზრებულობას და გახსოვდეთ, როდესაც რაღაცა პრობლემა მოდის, თქვენ რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში გააზრებულად თუ გაუაზრებლად მიქარეთ. პირდაპირ მნიშვნელობით მიქარეთ. შესაბამისად, არ დააყოვნა შედეგმაც. ასე რომ, სანამ წუწუნს დაიწყებთ, გაიაზრეთ პრობლემის არსი რა შეაი და მოაგვარეთ მაქსიმალურად ის არსებული პრობლემა. თქვენივე კეთილდღეობისთვის. ჩემი ნათქვამი ტკბილი არასდროს არ არის. პირდაპირობა არავის არ მოსწონს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ვამბობ იმას, რაც არის. დანარჩენი უკვე თქვენი არჩევანი არის, ასე როგორ გააკეთებს. ნახვამდის.